მეორე არხზე წინა საარჩევნო ციებ-ცხელებაა. ტელევიზია 24 საათიან რეჟიმში დასვენების დღეების გარეშე მუშაობს. მეორე არხი უკვე 4 თვეა, რაც ყველა პოლიტიკური პარტიის ბრიფინგს აშუქებს. 25 თებერვლიდან კი ყოველ საღამოს შაბათ-კვირის გარდა ეთერში გადაცემა თავისუფალი ტრიბუნა გადის. მეორე არხზე სულ 34 ადამიანი მუშაობს. აქედან 4 პროდიუსერი, 5 ჟურნალისტი, 2 კოორდინატორი და 2 საპარლამენტო რედაქტორი უზრუნველყოფს ეთერში წინა საარჩევნო შეხვედრებისა თუ ბრიფინგების გაშვებას. საარჩევნო პერიოდში დაახლოებით 25-30-მდე ბრიფინგია ყოველდღიურად ეთერში. ჩვენ ამ ბრიფინგებს უბრალოდ ვასუფთავებთ და ფაქტიურად, აზრობრივი დამონტაჟების გარეშე უშვებთ ეთერში. ეს ეხება ისევე როგორც მემორანდუმის ფარგლებში შესულ ოპოზიციურ პარტიებს, ასევე იმათ, ვინც დარეგისტრირებულები არიან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ. სიახლეები მეორე არხზე არჩევნების შემდეგ იგეგმება. ეს იქნება საპარლამენტო პოლიტიკური არხი თავისი პროგრამებით და გადაცემებით, სადაც ძირითადად პოლიტიკური ხასიათის პროექტები გავა ეთერში. იქნება პოლიტიკური ნიუსები და მოხდება საპარლამენტო და საკომიტეტო მოხსენებების ტრანსლირება. ასევე იგეგმება შემეცნებითი ხასიათის გადაცემების გაკეთებაც, რომელიც ახალგაზრდებისთვის კანონებისა და უფლებების ცოდნის ამაღლებას უზრუნველყოფს. იმედი გვაქვს, რომ 15 ივნისისათვის საარჩევნო ციებ-ცხელება ჩაცხრება და აი შემდეგ იწყება ჩვენთვის ახალი ეტაპი, ჩვენ ვიწყებთ ახალი სეზონისთვის მუშაობას. მეორე არხის სახელფასო ფონდი თვეში 31,000 ლარს შეადგენს. კონცეფცია უკვე წარედგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. პროექტს ბადისა და პროგრამირების სახით თან დაერთვება ხარსხლისხვა, რომელიც ამ ბადის უზრუნველყოფისთვის იქნება საჭირო. კონცეფცია, რომელიც ჩვენ წარუდგინეთ სამეურვეო საბჭოს მოწონებულია, ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედეთ ბადეს, დავამატეთ რამდენიმე ახალი ფორმატი, შევიმუშავეთ ადამიანური რესურსების ზღვარი, რომელიც ამ ფორმატის, ასე ვთქვათ, უზრუნველსაყოფად არის საჭირო და სწორედ ივნისის მეორე ნახევრიდან ჩვენ დავიწყებთ ამ ახალ ფორმატზე მუშაობას. მეორე არხის მთავარ ღირსება დოდო შონავა ჟურნალისტური შემოქმედებითი საქმიანობის ჩარევისგან თავისუფალ ეთერს მიიჩნევს. ჩვენ ვიღებთ შეძლების დაგვარად, ვასუფთავებთ, ვალამაზებთ ვიზუალურად და უშვებთ ეთერში. შინაარსში ჩვენ არ ვერევით. მეორე არხს უკეთესი დროც ახსოვს. ის პირველი სატელევიზიო ფესტივალ მანას ნომინანტი და პირველი გამარჯვებული იყო. ეს იყო პირველი ფანჯარა თავისუფალი ტელევიზიისკენ, რომელიც მაშინდელმა ჩვენმა ხელმძღვანელობამ გადადგა. მე მინდა აღვნიშნო მაშინდელი არხის დირექტორის მოადგილე ბატონი სერგო ბიწაძე და ყველაფერს თავი დავანებოთ დირექტორი ყავდა უკარგესი ადამიანი ზაზა დარასელი. წინა საარჩევნო ციებ-ცხელება მალე დასრულდება და იმედი მაქვს, რომ მეორე არხი თავისი განახლებული ეთერით მაყურებელს თავს ისევ შეაყვარებს.